ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და რადიკალიზაციის წახალისებად აფასებს მმართველი გუნდი მარტაკოსის განცხადებას, რომელიც მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში საქართველოს ხელისუფლება მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა. ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა რასაიუკნევიჩიენეს. ქართულ ოცნებაში ევროკომისარის უსამართლო და სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვაა. მადლობას ვუხდი ყველას ძვირფას რასას, რომ აქტიურად არის ჩართული იქ სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს სერიოზულ უკუსლას ქვეყნის დემოკრატიისთვის, ისევე როგორც უახლესი კანონები მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების სიცოცხლის უნარიანობას. გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი და პოლიტიკური ლიდერი. პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ამჯერად ნამდვილად უნდა დავეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს. სამწუხაროა, რომ რასაიუკნევიჩიანი გახდა ევროპარლამენტის სახე, კონკრეტულად საქართველოში ადამიანი, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი. მე დიდი სიამოვნებით ერთსაც და მეორესაც შემიძლია უმასპინძლო მაგალითად ხონის საპატიმროში და ერთად შევაფასოთ რა იყო ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა 2012 წლამდე და რა არის ახლა. ღიმილის მოგრელია ამ განცხადებების კომენტირება, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც ასე ჩამოიპარებიან ხოლმე საქართველოში, ერთი-ორ NGO-ში შეირბენენ, მიტინგზეც გამოვლენ და მერე ბრიუსელში გაიქცევიან ხოლმე ისევ. მათ თუ აქვთ რეალური ინტერესი იმაზე თუ რა ხდება ქვეყანაში, იციან ვინ არიან ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები და შეუძლიათ მათ შეხვდნენ და გაიარონ ყველა დეტალი. ჩვენ ვთქვით, რომ ამას მუქარის და შანტაჟის ინსტრუმენტად არ ვაქცევდით. ამიტომ მარტაკოს გადაეცით, რომ ჩვენ ველოდებით მათგან, როგორც კი იქნება შემოთავაზება, რომ მოლაპარაკებებს გახსნიან, ჩვენ იმავე დღეს დავეთანხმებთ. ეს ერთი. ეხლა მეორე. მარტაკოსმა მოგცეს აბა მაგალითი, რომ თავის ქვეყანაში, სადაც ის ახალგაზრდა რადიკალები, ცოცხლად დაწვავენ პოლიციელებს, შეუტევენ მათ ცენტრალურ შენობებს, შეუტევენ პარლამენტს, შეუტევენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. ამი ჟურნალისტი გაარტყამს სახეში იმას რა ქვია პოლიციას და ამის შემდეგ თუ ის განცხადებას გააკეთებს, რომ იცი რა, ჩვენ სახელმწიფოში ასეთებს გარეთ გამოუშვებთო, მე უკვე ჩვენს ვიმჯელებთ ამ თემას. ამერიკას ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ ექცევა, წარმოიდგინეთ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს ამას და სამწუხაროდ ჩვენ არ გვიკვირს, რომ საქართველოს მიმართებაში ევროკომისარი ასეთ უსამართლოდ უჭერს მხარს იმ ევროპარლამენტარს, რომელიც ასევე უსამართლოდ საუბრობს საქართველოსთან მიმართებაში მათივე ევროპული ინსტიტუტების შეფასებებს, პოზიტიურ შეფასებებს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ, როდესაც დადებითად არის აბსოლუტურად ყველა მიმართულება შეფასებული.